Deep State რომ საქართველოს ხელისუფლებად წოდებულ ბანდას ებრძვის ეს კი იცით. თქვენზე უკეთეს იცის ირაკლი კობახიძეზე უარესად ასე მაგალითად მამუკამდინარაძე, მაგრამ მანაც იცისგან არ იცის რაღაც დოკუმენტებს ეცნობა ხოლმე იმის თაობაზე Deep State როგორ შემოუტევს ხოლმე ჩვენს ქვეყანას. როგორ ითრევს Deep State ჩვენს ქვეყანას ომში. ეს იცის 99 დეპუტატმა ერთმანეთს ულაყავენ twins და კიდევ 12 მინისტრმა ასევე მინისტრების მოადგილეთა ნაწილმა მაინც ესე ვიტყვი დეპარტამენტების ხელმძღვანელთა ნაწილმა დედაქალაქის მერმა სხვებმა. სულ ალია ბალიაო ასე რომ ამბობენ რამდენმა კაცმა შეიძლება იცოდეს Deep State-ის არსებობის და მისი მზაკარული გეგმების თაობაზე. 300-მა, 400-მა, 500-მა, 700-მა თუნდაც. ანუ 700 ტიპი ერთმანეთს ელაპარაკება, რაღაცეებს ებჟუტურება, ულაყებს თავს brain washing-ით არის დაკავებული ერთმანეთისთვის და 700 კაცი მერე არ ვიცი ქირაობს 7000, 70000, არ ვიცი რამდენ ტროლს მომხრეებს იმათაც უნერგავენ, მათ შორის ექსპერტები, აი ვიღაც ტიპები რო ყავთ, ჟურნალისტები კი არა, ჟურნალისტებად წოდებულები და აი ესე გადმოავრცელეს 3.5 მილიონი არის ადავართ, მაგრამ ნუ ხეშად 2.5 მილიონზე, საიდანაც არ ვიცი ვიღაცამ დაიჯერა, ვიღაცამ არა და ასე შემდეგ. მაგრამ Deep State-იც არ არის ჯაბანიო, ესე რომ ამბობენ. Deep State-იც ხომ არ ჩერდება, Deep State-ად წოდებული უფრო ზუსტი რომ იყო, თუმცა მეც რომ არ მომედავოთ იმაში, რომ Deep State-ის არსებობისა და მით უფრო მის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლის წარმოებისა მჯერა. მოკლედ Deep State-იც არ არის ჯაბანი და ისიც ძლიერდება, ისიც გარკვეულ რაღაცა ფესვებს იდგამს ჩვენს ქვეყანაში. და აი გაუდგამს ფესვი Deep State-ს, როდესაც უყიდია, შეუძენია საქართველოს ბანკის ერთ-ერთი უმძლავრესი ბანკის აქციები ჩვენს ქვეყანაში. იცით თქვენ ამის თაობაზე, ადრე იყო ინფორმაცია ამის თაობაზე და მე არ ვიცი სიმართლე გითხრათ აღარ ჩავზიები ვარ და პრინციპული მნიშვნელობა არც აქვს რა რაოდენობის აქცია შეიძინა. მოდი გავუხდოთ ეს ტელეფონი. რა რაოდენობის აქცია შეიძინა Deep State-ის ერთ-ერთმა ლიდერმა კომპანიამ BlackRock. BlackRock-ი ხა მართლა ხელწამოსაკრავი კომპანია კი არ არის, უზარმაზარი კომპანია, რომელიც მთელ მსოფლიოში ოპერირებს და რომელსაც მრავალი ასეული თუ მეტი არა მილიარდი აქვს, როგორც Apex-ი, ისე საბრუნავი საშუალებები და ასე შემდეგ. მოკლედ იმპერიაა მეთქი, ასე ვიტყვი, მისი დადებითი კონოტაცია. ხო და BlackRock-ს შეუძლია საქართველოს ბანკის აქციები, ისევე როგორც დარწმუნებული ვარ, მას შეძენილი აქვს ამგვარი ქვეყნის რომელიმე ბანკის ევროპული იქნება თუ არაევროპული ბანკების და ბანკების აქციები რასაკვირველია 5%, 7, 12, 19, არ ვიცი 51 ზოგან 51 სულაც არა. და ამგვარი კაცია ახლა მართლა უნდა ჩავხედო, ინჯია აგვარად ფრიდონის ძეა, რა ქვია, არ ვიცი, მოდის ვიხდი დეპუტატია, ფრიდონ ინჯიამ ხო იყიდა თავისი ხო გაყიდა თავისი ადგილი და ქართულ ოცნების სიაში ჩაასმევინა საკუთარი შვილი, კაცი უგვანი, მაინც ასე ვიტყვი, კომისიის წევრია, წულუკი არისა ეს კაცი. რა ქვია, უნდა მაინც მივაგნო, სადღაც ხო უნდა მივაგნო. აქ იყო. და აქ იყო, ვიპოვე. და ეს კამკაც ქვია ილია, რა კაი სახელი აქვს, არა? მართლა კარგი სახელი. ილია ინჯიამ ბრძანა რომ Deep State-იო, არა უკაცრავად BlackRock-იო, მაო შეიძინაო საქართველოს ბანკის აქციებიო და ხოლო გუშინ გავიგეთო რომ ბანკმაო შეუზღუდაო თავის რუს კლიენტებს თანხის დახარჯვა მაშინ, როდესაც სახელმწიფოსგან და ეროვნული ბანკისგან არა ის მსგავსი რეგულაციები არ ყოფილა დაწესებული. ილია ფრიდონის ძე ამბობს ამას. ილია ფრიდონის ძე ინჯია ამბობს ამას. და მოკლედ შემდგომ ამატებს თვითნებურად ამ ნაბიჯის გადადგმა ბანკის მხრიდან არის პირდაპირ ანტიქართული საქმე, რომელიც აზიანებს ქართულ ეკონომიკას. ანუ მომზებდოთ ახლა ანტიქართული საქმის ანტონიმი და შესაბამისად ანტონიმი იოლი მოსაძებნია არა ნინო წილოსარისათვის, რომელმაც ქართული არ იცის, არამედ ცხვებისათვის, ვინც ქართული ოდნავ მაინც იცის და ანტონიმი შესაბამისად არის პროქართული, ანტი და პრო საქმე. ხო, ანუ გამოდის რომ ამისეული ლოგიკით, ხო, ილია ფრიდონის ინჯიას ლოგიკით გამოდის რომ პროქართული საქმე ყოფილა ესე იგი რუსი კლიენტებისათვის თანხების არ დახარჯვის არ შეზღუდვა და მაქსიმალური შესაძლებლობის მიცემა რომ მათ ხარჯონ
რაღაც სტანხები საქართველოში, რომლებიც უკანონოდ აქვთ ზოგ მათგანს ყოველ შემთხვევაში მოპოვებული და რომლებიც აქვე დაუსწენ რომ უკვე შემდგომ გავრცელდა ინფორმაცია ვეღარ მომაზებინებთ რომ ფუფუნების საგნების შეძენა შეეზღუდათ საბანკო ბარათებს რომლებითაც სარგებლობენ რუსი ტურისტები არ უკვე ჩამოსახლებული პირები. რატომ აკეთებს ამას საქართველოს ხელისუფლება? მეთქი ახლა ასე ვიტყვი, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება არა. ხელისუფლების ერთი წევრი 99-დან ერთი ბანდიტი ილია ფრიდონის ძე. მინდა აგიხსნათ რომ თუ საქართველოს როგორც საქართველოს სუს ისე რუსეთის ფსბ-ს აქვს ამგვარი მეთოდი შემუშავებული. ისინი იწყებენ ზონდირებას საკითხებისა. საზოგადოებაში შევრცელებას, გავრცელებას ამისა ელოდებიან საზოგადოების რეაქციას და თუ საზოგადოების რეაქცია იქნება მკვეთრი, ამ შემთხვევაში ბრახტა ასტოპებენ. ანუ აღარ ანბრძობენ ამ თემას. მაგრამ თუ საზოგადოების რეაქცია რიგ საკითხებში ყოველ შემთხვევაში იქნება მეტნაკლებად შემგუებლური, ამ შემთხვევაში ეგრეთ წოდებული ლეველი, ანუ დონე აიწევს ხოლმე და ვინმე ილია ფრიდონის ძე ინჯია კი არ იქნება ამგვარი განცხადების ავტორი. არამედ თვით ირაკლი მამისახელი არ ვიცი ზარქუა. ირაკლი ზარქუას ჩაანაცვლებს მამუკა მამისახელი არ ვიცი დინარაძე. მამუკა დინარაძეს ჩაანაცვლებს გია მამისახელი არ ვიცი ვოლსკი ვიცე-სპიკერია სხვა თუ არაფერი. და გია ვოლსკის ჩაანაცვლებს შალვა მამისახელი არ ვიცი პაპუაშვილი და უკვე შემდგომ უკვე ვიცი მამისახელი ულახდილად გეტყვით თუ პაპუაშვილმაც გააკეთა განცხადება, ვინც ის იქნება განცხადება გააკეთოს თვით ირაკლი გიორგის ძე კობახიძებაც გიორგი კობახიძეს ხო ვიცნობ ჩვენ ყველანი, იმიტომ რომ ის 90-იან წლებში მეოთხე რიგში იყო ეროვნულ დემოკრატებში, არა შესაძლოა მესამეში თენგიზ შარმანაშვილთან ერთად პირველ რიგში სხვები იყვნენ, მეთქი ასე გეტყვით, ასაკვირველია პირველ ყოვლისა ეს იყო გია ჭანტურია, მამუკა გიორგაძე შემიძლია გავიხსენო, ოკეი, მეორე რიგში იყო გია კობახიძე, მეთქი უბრალოდ ასე ვიტყვი. ოშხოში პირველი ლიდერი ის არ ყოფილა, არა, შარმანაშვილი ეროვნული მოძრაობის ლიდერიაო, ახლა რო გვეუბნებიან, შარმანაშვილი მართლა მეოთხე რიგში იყო და შემიძლია გია ამბოთ ახლა ეროვნულ დემოკრატიული პარტიის გია ჭანტურიას მიერ დაფუძნებული პარტიის ისტორია და გავიხსენო, ვინ არ გავიხსენო, არა, მარტო ილეს არიშვილზე არ ვლაპარაკობ, ცხადია და არც მამუკა გიორგაძეზე ვლაპარაკობ, თუ გნებავთ მეტსახელებით ვილაპარაკოთ, რიჯგვინაზე არ ვლაპარაკობ მარტო, ანუ მამუკა გიორგაძეზე. ხო, მე შემიძლია გავიხსენო ვანო ხუხუნაიშვილი, აც გარდაცვლილი. მართლა მეორე რიგში ყოფი, ოც უახლოესი გარებოცვის წევრი გია ჭანტურიასი. მე შემიძლია გავიხსენო გოგნიაშვილი. ვინ სიგახსენება არ შემიძლია. არა, კარგით, ახლა გია კობახიძეზე კი არ ვლაპარაკობ, მაგრამ მოკლედ აიწევს დონეს და თუ ირაკლი კობახიძეებს გააკეთა ამგვარი განცხადება ნიშნავს იმას, ეს რომ ხელისუფლებამ ზონდირება მოახერხა ამ თემისა და მოახერხა და ჩათვალა საჭიროდ რომ შეტევა მიიტანოს Deep State-ზე, ანუ Black Rock-ზე, ანუ საქართველოს ბანკზე უფრო იმიტომ. და ახლა ვიკითხოთ რატომ, რაში სჭირდება საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას ბანკების მოსუსტება შესუსტება. საქმე ისაა, რომ ახეთ ზუსტად არის ეს წინადადება წარმოითქმის ასე ქალბატონ ნინო ძილოსთან. საქმე იმაშია, მთლად ზუსტი არ არის, საქმე ისაა, რომ საქმე ისაა, რომ როგორც TBC ბანკი, ისე როგორც საქართველოს ბანკი, ისე TBC ბანკი საერთაშორისო ასპარეზზეც ოპერირებენ და უფრო ზუსტი რომ იყო ლონდონში მათი კომპანიების აქციებია ლონდონის ბირჟაზე განთავსებული. იყიდიან, ვარდება, ბაღლა იწევს, ოდნავ ჩამოვარდება ხოლმე აქციები, გააჩნია პოლიტიკურ კატაკლიზმებს და ამბებს მათ შორის საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში. კიდე არის რამდენიმე კომპანია, ორი თუ არ ვცდები, ლონდონის ბირჟაზე წარმოდგენილი ჩვენგან. ეს საქართველოს ბანკი და ეს TBC ბანკი ჩვენი ეკონომიკის ფინანსური გრადობის საფუძვლები არიან, რაც არ უნდა გაბრაზებულები ვიყოთ, თუ გდებათ პირველ პირში ვიტყვი. თუ საქართველოს ბანკზე ოხრა მაღალ პროცენტიან კრედიტებს გვაძლევს TBC ბანკი ან საქართველოს ბანკი, ან თუ საქართველოს ბანკზე ან TBC ბანკზე ან ნებისმიერ ბანკზე, საერთო ფინანსური ინსტიტუციაზე, როგორც ასეთზე, ხეს მევახშეებიო, რაც არ უნდა ვიყვიროთ, ხშირად ესენი არიან ჩვენი ფინანსური მდგრადობის საფუძველ საძირკվել გარანტორები.
ამიტომ მაინც მათკენ თუ გავიშვათ ხოლმე თითებს, არამედ იმისკენ მათკენ გავიშვიროთ თითები, ვინც იმგვარი ეკონომიკური გარემო შექმნა ჩვენს ქვეყანაში, რომ ჩვენთან მართლა 16, 18, 20, 25, 26, 28%-ია სესხი. საზღვარგარეთის ქვეყნებში უცხოეთში ხო არის 3, 4, 2, 5, 7 მაქსიმუმ ხო? და ასე შემდეგ. როგორც ეს მთავრობების სადაბრალია, ეკონომიკური ვითარება როა კატასტროფული ამ ქვეყანაში, იმიტომ არის ჩვენთან მაღალი კრედიტი ყიდის იმ პროდუქტს. ისე როგორც იყიდება. რატომ შეუტია BlackRock-ს კი რა საქართველოს ბანკს ვინმე რა ქვია? არა გვარი კი ვიცი, სახელით დამავიწყო, როგორ შეიძლება ეს სახელი დაგავიწყოს ადამიანო ილია დონიძე ინჯემ, იმიტომ შეუტია და იმიტომ შეუტევს გარკვეული ალბათობით მასზე უფრო სერიოზული პოლიტიკურად წოდებული პერსონად წოდებული მასე მაგალითად ზარქუა, ან დინარაძე, ან კობახიძე, ან პაპუაშვილი და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ამათ უნდათ რომ მოასუსტონ სწორედ ეს ორი ბანკი და თავისი ბანკები გაქაჩონ, აი თავისი ბანკები, ერთ ბანკი შეიძლება არც უწოდოს საერთოდ, მაგრამ ოკეი, ასე ვიტყვი, თავისი ბანკი არის ორი ბანკი აქვს. ეს არის Liberty ბანკი, რომელსაც პორტფელი რასაკვირველია აქვს. და ასე მაგალითად ის პენსიებს არიგებს ისიც თქვენ და ზარდი ბანკია მეთქი თუ ნებავთ ესე ვიტყვი მისი მართლა ერთხელ არ ჩამიხედავს მაგრამ მოკლედ ისეთია როგორიც არის მაგრამ არც ერთ შემთხვევაში არ არის ვერ შედის კონკურენციაში ვერც ერთ შემთხვევაში ხსენებულ ორ ბანკთან და მისი გაძლიერება უნდათ იმიტომ რომ ირაკლი რუხაძეა ამ ბანკის Liberty ბანკის ფლობელი და ეს ირაკლი რუხაძეა პროპაგანდისტურ მანქანას რომ აძლიერებს იმედს გულისხმობ და ალბათ არა მხოლოდ იმედს. ეს ერთი და მეორე ეს არის სამრეცხაო. ხო, სამრეცხაო პირდაპირ მნიშვნელობით რომელსაც პორტფელი ალბათ აქვს, რომელშიც ჭკვიანი ადამიანები რასაკვირველია მუშაობენ, ჭკვიანები, მაგრამ სულ გაყიდულები. ასე უნდა ვთქვა, რომლებიც იღებენ მაღალ ანაზღაურებას ბიზნესს ჯიბე ბანკიდან, ქართულ ბანკიდან და ხო შეიძლება 2 ჯიბე ბანკი. მოკლედ სამრეცხაო ბანკია მეთქი ასე ვიტყვი ქართულ ბანკი, სადაც უნდათ იქ გამიპროტესტონ თუ მიჩივლონ და ამ 2 ბანკის გაძლიერება უნდა საქართველოს ხელისუფლებას ჩამოშლა უნდა ძლიერი 2 ბანკისა არ შესუსტება მინიმუმ იმის გათვალისწინებით რომ ამ 2 ბანკს აქვს საკმაოდ მყარი პოზიციები ქართულ ეკონომიკაში და არა მხოლოდ პროფილის მიხედვით, ეს ხواشვი ძალიან საკამათო ამბავია, არამედ პროფილს მიღმაც ისინი ოპერირებენ სხვადასხვა სეგმენტსა თუ სხვადასხვა ბაზარში. თავის მხრივ 2 ბანკის შესუსტება ჩამოშლას აღარ ვიტყვი, ოკეი? არის რასაკვირველია FSB-ს ინტერესი, იმიტომ რომ დამოუკიდებელი ფულადობრივი წყარო, ფულის წყაროა ერთი და მეორე ეს არ ნიშნავს რომ იმას რომ მაინც და მაინც პოლიტიკაში იქნებიან ისინი პირიქით, ისინი პოლიტიკაში ვერ იქნებიან და არ იქნებიან, თუ არა ტიბისი იქნებოდა ყარიდან ფინანსებელი, მდგრადიდან ფინანსებელი ოპოზიციისა, აგე ტიბისის აქციონერი მამუკა ხაზარაძე ოპოზიციაშია და ესე ტიბისი ღიადაც იტყოდა რომ მე ვაფინანსებ მამუკა ხაზარაძე და ბატი ჯაფარიც. მე ვაფინანსებ ოპოზიციასო, ამას ვერ ამბობს და არც ამბობს და ვერც ამბობს, მოდი. ასე ვიტყვი ამის მიუხედავად რუსეთს უნდა რომ ეს 2 ძლიერი ინსტიტუცია ჩამოანგრიოს და აი ახლა ვინმე ილია ინჯიას გაიყენებს, ხოლო ხვალ იქნება და დაეყდოს ჩალვა პაპუაშვილსაც კი. ან შეეხება BlackRock-ს და გლობალური ომის პარტიას, ან უფრო ზუსტი რომ იყო Deep State, ესენი კითხულობენ როგორც ჩანს რაღაც კონსპირაცია, გარდა იმისა რომ FSB მუშაობა და ივანოვ პეტროვ სიდოროვი კვირაში ერთხელ თუ კვირაში 7-ჯერ უკავშირდებიან კობახიძეს და თავიანთი კარგი რუსულით ამ დამტრეულ რუსულიან კაცს ესაუბრებიან თემაზე Deep State როგორ ებრძვის საქართველოს, ანუ როგორ ითრევს, ხო? და გარდა იმისა რომ დოკუმენტები, ყალბი დოკუმენტები ან არასწორ ინფორმაცია რო არის დატანილი იმგვარი დოკუმენტები მოზდის კობახიძეს კაბინეტში გრიფით საიდუმლო და კითხულობს და გიждდება ისედაც ლადალაგებული არ არის. გარდა ამისა, თავად ირაკლი კობახიძეს როგორც ჩანს თითუკებით და რა კობახიძეს თითუკები არ ვიცი ხო, თითუკებით აწკაპუნებს ხოლმე თავის კომპიუტერზე, ბიზინახო აწკაპუნებს და კრებს ხოლმე ამ Deep State Yandex-ში ესე ვიტყვი, ან Google-ავს, ან YouTube-ში უყურებს რაღაც რუსულ ვიდეოებს. სადაც მართლაც რომ ჩახედო და ერთი 4 დღის განმავლობაში რო უყურო, შეიძლება შენც გამოგიპროტუნდეს twini და წაგეფიქროს, არა, წაგეფიქროს ბილად ნათქვამია,
ხო შეიძლება შენს გადახვიდე იმ ტალღაზე რომ რაღაცა deep state-ი არსებობს რომელიც თავისუფლების მოყარე ხალხებს და ქვეყნებს ებრძვის და ამათ ხო გონიათ რომ საქართველოს ერთადერთი თავისუფლების მოყარე ქვეყანაა მსოფლიოში და მეტიც ამაზე მეტი გონიათ ამათ გონიათ რომ საქართველოს კი არ არის თავისუფლების მოყარე არამედ ისინი იცავენ სუვერენიტეტს უფრო სწორად ესეც არ გონიათ მაგრამ ესე პრეზენტირებენ საზოგადოებისა და მსოფლიოს წინაშეც კი ხო და deep state-ი გებრძვით მეგობრებო თავიდანვე უნდა გეზრუნდათ იმაზე რომ black rock-ი არ შემოსულიყო საქართველოს ბანკში და ახლა ნათია თურნავასთვის იმის დავალება რომ ნათია თურნავა როგორღაც ჩაერიოს ამ პროცესში ჩემი აზრით თუ გადაწყვეტს კალტური ნათია მანდაც დაერხევა ხსენებული deep state-ისაგან black rock-ისაგან მეთქი ნუ ახუმრებით ბატონო ილია ფრიდონის ძევ მოგიწოდებთ და ბატონ ირაკლისსაც მოუწოდებ გიორგის ძე ირაკლის ანუ კობახინცეს ხოლო შუაში რაღაცა მამის სახელები არ ვიცი არც ვოლსკისა არც დინარაძისა არც ვინ დავასახელე კიდე დინარაძე ვოლსკი და პაპუაშვილისა შესაბამისად მათ არ მივმართავ იმიტომ რომ უპატივცემულობა გამოდის ნახვამდის